ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაცია ისე დაიწყო, რომ ოცნება საქართველოს მოქალაქეები არც კი გაუფრთხილებია. საელჩო თეირანში იძულებით, მხოლოდ საზოგადოების პროტესტის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში იქ მყოფ მოქალაქეებს დაეხმარება. ესკალაციის ფონზე დუმს ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაც, სადაც უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შემდეგ ამობთან დაკავშირებულ გამოწვევებზე უნდა მსჯელობდნენ. ანუ როგორ უპასუხებს საქართველო ომით შექმნილ პრობლემებს და რისკებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ოცნების მონდომებით ირანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რის გამოც ახლა ქვეყანა შესაძლოა დამატებითი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც აღმოჩნდეს. სალომე ლაბაძე უერთდება ამ თემით ფორმულას პირდაპირ ეთერს. რატომ არ გააფრთხილა ივანიშვილის რეჟიმმა ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იქ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დღეებით ან თუნდაც ერთი დღით ადრე მაინც. ახლა ანალიტიკოსების მთავარი შეკითხვა ივანიშვილის პარტიის მისამართით სწორედ ესაა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების მოლოდინი არსებობდა და სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონის სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ირანში, სწორედ დღეებით ადრე გააფრთხილეს, მოუწოდეს მათ ირანის ტერიტორიის დატოვებისკენ და ასე მოახერხეს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ირანში მდებარე საქართველოს საელჩომ კი საკუთარი არსებობა იქ მყოფ მოქალაქეებს მხოლოდ დღეს შეახსენა და მოუწოდა მათ იმისკენ, რომ თუ ამის საჭიროება ექნებათ დახმარებისთვის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართონ. თუმცა, როგორც ამას ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან რეაგირების საკმარის ზომად ვერ ჩაეთრება, რადგან გამოწვევა ბევრია და მათ შორის ერთ-ერთ გამოწვევად შესაძლოა იქცეს საქართველოს ტერიტორიასთან მტოვლთა ნაკადის მოახლოება. ამ მიმართულებით რა გეგმა აქვს ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ან აქვს თუ არა რაიმე გეგმა? საერთოდ ამის შესახებ საზოგადოებამ უბრალოდ არაფერი იცის, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მათ შორის სწორედ ამ პარტიის გადაწყვეტილებით გაუქმდა უსაფრთხოების საბჭოც, რომელიც სწორედ ასეთი გამოწვევების განხილვისთვის იყო გათვალისწინებული. ერთი რაც უნდა გაკეთებულიყო და არ ეკეთა არის, რომ საქართველოს მოქალაქეების იქ დატოვება და არ გაფრთხილება იყო პატიებელი საქციელი. ყველა ნორმალური ქვეყანა და არ ნორმალური ქვეყანა მოხდა თავის მოქალაქეებს, რომ რა ვიცით, რა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და წამოდით მაქედან რომ საფრთხოდ ვიყოთ. საქართველოს არ გააკეთა და რატო არ გააკეთა და არ ვიცით და თან ახლა უკვე დაგვიანებული. რაც შეეხება ხოცებს, ხოცები უნდა იყოს ფრთხილად, იმიტომ რომ მთელი მათი იდეოლოგია და მოქმედების ფაბულა იყო მეზროე დასავლეთის უსტია დასავლეთ არაფერშნო არ აქვს. ეხლა ვნახავთ მის რისკში. იმდენად არის რაღაცნაირად საქართველოს ამოვარდნილი, ანუ არა განცხადება, არა რაღაც პოლიტიკა არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, ნუ გეგონება რომ ვიყოთ საკუთარ ოკეანეში და ეს ამბავი საერთოდ არ გვეხებოდა, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ამბავი ყველა ვარიანტში შეგვეხება, იმიტომ რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო ირანი, ეს ეკონომიკასაც აუცილებლად დაეთყობა. მე მგონი გამოწვევების დიდი ნაწილი ჩვენ შემთხვევაში უკვე რეალიზებულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი. ამ შემთხვევაში ანუ ამ ქვეყნის ისტორიული ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებდა იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მინიმუმ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ფუნქცია უნდა შეგვესრულებინათ ჩვენს როგორც ქვეყანას ამ ოპერაციაში. ანუ ეს უკვე გაშვებული შესაძლებლობა ხელდა, რაც შეეხება სხვა ტიპის რისკებს, რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, მათ შორის ამ წუთას არ არის ამის მაღალი ალბათობა, მაგრამ დევნილთა ნაკადების დის, კონკრეტული დამნაშავების თბილისის გავლით, რომელიმე მესამე ქვეყანაში თავის შეფარების და ასე შემდეგ. ამიტომ მინიმუმ უსაფრთხოების ზომები, როგორც საზღვრებზე, ისე სხვაგან უნდა იყოს გაზრდილი. ჩვენ რომ ყავდეს დღეს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და არა პარტიის ინტერესებით მოქმედებს, ბუნებრივია, ერთის მხრივ არ ნახავდით იმ ფაქტს, რაც იყო ირანის საელჩოში ჩახაბასის მიერ გადასახლებული ქართველების მილოცვასთან დაკავშირებით და იქ მდგომ ლაშა დარსალიას, რომელიც ვაშინგტონიდან პირდაპირ იქ გაემგზავრა ირანის მხარდაჭერის გამოთქმისთვის. ყველაზე მინიმუმ, რა თქმა უნდა, დილიდან უნდა ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების შესახებ გაფრთხილების განაცხადის, აგრეთვე სამინისტროს მხრიდან, რაც მხოლოდ დაგვიანებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს სახით ვნახეთ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად არაადეკვატურად საზღვროვან ისინი უსაფრთხოების გარემოს და რამდენად პარტიული ინტერესით და არა ქვეყნის ინტერესით მოქმედებენ დღეს.
როგორც მოისმინეთ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ირანთან ეკონომიკური კავშირის გააღრმავა, მოსაოდნელია, რომ ირანის წინააღმდეგ დასავლეთის შეტევა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. საუბარი ცხადია არის უარყოფით გავლენაზე. რაც შეეხება ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობის რეაგირებას. მას შემდეგ, რაც ირანში მდებარე საქართველოს საელჩომ გავრცელა განცხადება გავრცელა ისრაელში მდებარე საქართველოს საელჩომაც, რომლის მოწოდებაც არის, რომ ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა იმოქმედან სწორედ ისრაელის მთავრობის მითითებების შესაბამისად.